თურმე ეს ყველაფერი რისთვისაც ჩვენ ვითმენთ, რისთვისაც ჩვენ შრომობთ, დავდივართ ეკლესიაში, ლოცულობთ, თურმე ეს ყველაფერი მართალი ყოფილა. აი ეს დღესასწაულია დღეს. ეს ჯვართან ამაღლებას, ამიტომ უწოდებთ ამ დღესასწაულს, ეს ჯვარი ამაღლდება და ყველა დაინახავს, რომ ეს ნამდვილად ასეა. აი ეს დღესასწაულია დღეს და კიდევ დღეს არის აი ჯვრის მნიშვნელობაზე რომ თქვათ კიდევ რომ დღეს არის დადასტურება. აი ჩვენ ყოველ წელს აღნიშნავთ ჯვართან ამაღლებას, ხო? ეს არის გამხნევება ქრისტიანების. ჯვრის გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ ის რაც ძნელია ძალიან, ის რომ ჩვენ ბოროტება, ეს ბოროტებით არ უნდა გადავხადოთ, დამნაშავე არ უნდა დავსაჯოთ, ეს ძალიან ძნელია. და ის რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანული ცხოვრებით, რას ნიშნავს? რა არის ჯვარი? ჯვარი არის ესე იგი თვითონ იესო გაეკრა ჯვარზე და რატო არის ჩვენთვის ჯვარი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მას შეეძლო, რა თქმა უნდა, შეეძლო ყველანი დაესაჯა, შეეძლო ყველა ბოროტი ადამიანი სიკვდილითაც კი დაესაჯა, გაენადგურა მარტოკეთილი ადამიანები დაეტოვებინა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ეს არ არის არაფრით გამოსავალი, გამოსავალი არის გზა. და უფალმა თქვა, რომ წარმართებიო, ძლავრობენო ერთმანეთსო და ვისაც პირველობა უნდა სხვას ჩაგრავს. მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ მე ამას სხვა დაჩაგრავს აუცილებლად თუ ეს პრინციპი იქნება და დედამიწაზე თუ ეს ამ პრინციპით იცხოვრებენ ადამიანი რომ ძლიერმა უნდა გაიმარჯვოს, მაშინ ანდაზეც არსებობს ესეთი რომ ძლავრზე უფრო ძლავრიც ყოველთვის გამიშდება, ხო? არ დაილევა. ვიღაცა დაუძლურდება, ვიღაცა შემდეგ ახალი გამიშდება და მუდმივად იქნება ეს არასწორი პრინციპი. აი რაში უნდა შევეჯიბროთ თურმე ერთმანეთს და თავდაბლობაში და ერთმანეთის მიმართ მსახურებაში, დათმენაში. აი ეს არის ქრისტიანობა. აი ამაში ვინც გვაჯობებს, ეს იქნება ესე იგი ჩვენთვის სიხარული. თუ კიდე ამაზე უფრო მეტ, აი ჩვენ ვეცადოთ მიტევება, ჩვენ ვეცადოთ რომ ერთ ლოყაში რომ გაგვარტყამენ, მეორე მივუშვიროთ, ქრისტიანულად ვიცხოვროთ, რაც ძნელია. და აი ამ გზის სისწორეს ადასტურებს ჯვარი. ჯვარი არის ის ჩვენი მთავარი იარაღი, რითიცაც ჩვენ ძლევთ ბოროტს, ამიტომ ჩვენ ჯვარს ვატარებთ კერძზე, ამიტომ ჩვენ ჯვარს ვეამბორებით, ამიტომ ჩვენ ჯვარი გამოგვაქვს ტაძარში, ამ დიდ დღესასწაულზე, მე ხა დღეს ხელში არ მიჭირავს ჯვარი, რომელთაც უნდა ჩამოვიდოთ ყველანი ემთხვევით ამ ჯვარს და ისე მოგზანდებით და გასხურებთ ნაკვირ წყალს. და ჯვარი ეს არის მთელი მთავარი მანათობელი ჩვენი ცხოვრების, მთავარი წინამძღვარი. აი ამ ჯვრის გზით უნდა ვიაროთ ჩვენ ღმერთმა. დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.